So I'm glad that now this meeting is with no time and also it's recent time because it always needs developing and improvement. Კონსტიტუცია მთლიანად შესაძლებელი არ არის. არის რიგი მუხლები, საკითხები, თემები, რომელიც შესაძლებელია, მაგალითად დასახელდამსაუბრის დროს თავად ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომ ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, რომ ბალანსი იყოს დაცული და ხელისუფლების შტო არც ერთი არ კვეთდეთ ერთმანეთს უფლებამოსილების ფარგლებში. უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული თავრობის, პარლამენტის, სასამართლოს, შესაბამისად თავრობის მეთაურის ხელისუფლების სამივე შტოს უფლებამოსილების საკითხები. უკვე გამოიხატა ამ მიმართულებით მზადყოფნა, რომ თებერვლიდან მზად არიან ჩამოვიდნენ უკვე და უშუალოდ მიიღონ კომისიის მუშაობაში მონაწილეობა და გაუღწიონ ჩვენ საკონსტიტუციო სახელმწიფო კომისიას ექსპერტული დახმარება. ჩემს მხრიდან ვისაუბრე აუცილებლობაზე, რომ მოხდეს უკვე არსებული განაჩენების გადახედვა და ნაცვლად იმისა, რომ შეიქმნას მართლმსაჯულების ხარების დამდგენი კომისია, დღესვე დაიწყოს მუშაობა იმისთვის, რომ იგივე საკონსტიტუციო სასამართლოს და უზენაეს სასამართლოს გამოყენება უფრო ეფექტურად მოხდეს და მომავალ კონსტიტუციურ პროექტშიც იყოს ასახული ეს მომენტი, რომ გაიზარდოს უკვე არსებული სასამართლოების როლი, განსაკუთრებით საკონსტიტუციო სასამართლოს როლი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე, რაზეც მისგან საკმაოდ დადებითი და შეიძლება ითქვას, რომ მხარდაჭერა მივიღეთ. ჩვენ გვჭირდება დაბალანსებული მოდელი, სადაც პარლამენტს ექნება ბევრი უფლება, იქნება აქტიური კონტროლის მექანიზმები აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და რაც მთავარია, სასამართლო ხელისუფლება იქნება აბსოლუტურად დამოუკიდებელი ყველანაირი გავლენისაგან. ეს ჭირდება ქართული დემოკრატიის მშენებლობას და ქართული სახელმწიფოს პერსპექტივას.